საღამომშვიდობის მოგესალმებთ მეგობრებო. მოკლედ ესე იგი მინდა ჩემი ვიდეო ლაივი დავიწყო იმით, რომ ეგრეთ წოდებული არაბული ქალაქის მშენებლობა იწყება, რომ იყოთ საქმის კურსში, მერე რო თქვას ვინმემ, რომ თურმე ეს არ იცოდნენ და ისე ჩუმჩუმად მოხდა და შემოაპარეს და ასე მოხდა და ისე მოხდა. ყველას ვისაც რო კითხო ეს ქვეყანა უყვარს, უნდა კონდეს ამ ყველაფერზე თავისი რეაქცია. აი, გააკეთა მარნეულის გამგეობამ განცხადება, რომელსაც ეკუთვნის ეს ტერიტორია რაიონული პრინციპით და გამოდის ამათი წარმომადგენელი და ამბობს, რომ დაიწყება განაშენიანების პროცესი. მე მინდა შეგახსენოთ, რომ დიახ, ეს არის ის ტერიტორია, რომელსაც ერქვა საპატრიარქოს ნაკრძალი და საპატრიარქოს ტბები, სადაც მოხდა უზარმაზარი კორუფციული გარიგება საპატრიარქოს ყანდურებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, მიტო არიან ესენი ასე ვასვასში და სიყვარულში ერთმანეთთან და გადაეცა ეს ტერიტორია სახელმწიფომ კიდე თავისი რა ფეხებზე არ ვკიდი ვართ, ამას გაყიდული ვყავართ მოსახლეობიან ტერიტორიანად ყველაფერი და აი შემოკარგებო ძალიან მალე უახლოეს დღეებში უკაცრავად დაიწყება ეს მოსამზადებელი სამუშაოები აი ამ ნიღბით წანისის ტყე პარკის ტყე პარკს რა განაშენიანება უნდა კიდე მე ვერ ხვდები ახლა თვითონ ტერმინი ეს ხელოვნურ ტყე პარკს თუ აკეთებთ, ეს ასაკითხია კაცო, ჩინეთმა იტალიის ხელა ტერიტორია გააშენა თავისი ხელით, რომ უდაბნო იმას ეკნა, რა ქვია, უდაბნოდან დაეცვა თავისი თავი, მაგრამ აქ სხვა რეალობა არის, ტყე პარკი იქ არსებობს, არის ზღაპრული ბუნება, რომელიც უნდა მომზადდეს იმისთვის, რომ დაიწყოს არაბული ქალაქის მშენებლობა. მე არ თქვას ვინმემ, რომ მე ეს არ ვიცოდი, ეს რა გააკეთეს, როგორ შემოგვაპარეს, ღმერთო ბიძინა არის საქმის კურსში ამ ყველაფრის, ბიძინა მიცის, თუ ამასაც ბიძინას უმალავენ შემთხვევით და ეს ბიძინას ვიღაცებმა ხო არ უნდა მივაწოდოთ აქედა. აი ეს არის, იწყება საქართველოში ეს ყველაფერი, ამას ავტომატურად მოყვება კორპუსების დადგმა და ამას ავტომატურად მოყვება არაბების ჩამოსახლება საქართველოში და არა მარტო არაბების. აბსოლუტურად ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომელიც შეიძენს იქ ბინას, ეხლა ქართველს რისი შესაძლებლობა აქვს და როგორი შესაძლებლობა აქვს, ეს ცალკე საკითხია. კარგად ვიცით ყველა, მაგრამ 35 წელიწადია ერი გაძლებაზე ვართ. ხო და ერთ-ერთი მთავარი ამ ყველაფერში ფულის შამდები და ინვესტორები არიან ასევე ებრაელები. თავად აღთქმულ მიწაზე რომ თურმე უნდა ცხოვრება და სხვაგან თურმე სხვას ყველას რომ მაგათი შურს, წადით ბიძია საქართველოსდან, წადით იმ თქვენ ისრაელში, არაბი და ებრაელი იქ ჭამთ ერთმანეთს და საქართველოში ერთად ბიზნესებს აკეთებთ. ეს არ ვიცი, ეს როგორი ფენომენია, ცალკე გასარკვევია ალბათ. თუმცა მე ნამდვილად არ მიკვირს, იმიტომ რომ საუდის არაბეთის პრინცი დედის ხაზით ებრაელი არის და ეს ახლა ეს ცალკე თემები არის, მაგრამ ამ ყველამ ძალამ მოიყარა საქართველოში თავი. ძალიან მალე დაიწყება ეს პროცესი და ამას მოყვება შემდეგ ჩამოსახლება, მოსახლება და ეს ამ პროექტის რეალიზება თუ მოხდება, თავისთავად საქართველოში რაც არის დაგეგმილი ქართველი ერის ჩანაცვლების პროცესი და როგორც ხდება ეს ყველა ხედავს ამ ყველაფერს, ახლა დებილი თუ არა ადამიანი ან ესა ბიზნეს ფანი თუ რა ვიცი რა ქვია, მე ბიზნესმით შეპყრობილი ავადმყოფი ძეგლის დადგმას და წმინდანად გამოცხადებას რო აპირებენ ბიზნესი, ამ ყველა ნორმალური ამ ყველაფერს ხედავს. დაწყებული არის ეს პროცესი და რა თქმა უნდა გაგრძელდება. ახლა ელიტარული საცხოვრებლები სადაცაა, ელიტარულ საცხოვრებელში კი არა, გარეუბანში აღარ აქვს უკვე ქართულ ცხოვრების საშუალება, ყველაფერი ამ ურიულ ბანკებს აქვს ჩადებული ჯიბეში და სვამენ, ჭამენ და გულაობენ და სულ ფეხებზე კიდია. თქვენ კიდე შეხვდით ამ ყველაფერს ოლიმპიური სიმშვიდით, ქართველებო, შევხედოთ ამ ყველაფერს ოლიმპიური სიმშვიდით, მე რა მოხდა, ინვესტიცია გვჭირდება, ნუ ილანძღებით, ნუ იგინებით, თავარია ქვეყანაში ომი არა,
თავარია ქვეყანაში მშვიდობა არის, ღმერთმა დალოცოს ბატონი ბიძინა და დანარჩენი ავტომატური პროცესები რაც მოყვება მაგ ყველაფერს აგერა ააფარებენ ახლა ხალხს თავიანთ სტატისტიკას რომ 3.900.000 არის საქართველოში მოსახლეობა და ამ დროს აღმოჩნდება უცებ ისე რომ ეს 3.900.000-ში 84% ყოფილა ქართველი არ ვიცი და ამ სასწაულ სტატისტიკას როგორ ადგენენ მე ჩემთვის ეს საერთოდ გაუგებარი არის იმიტომ რომ თვითონვე აღიარებენ რომ ქვეყანაში 200-ზე მეტი სოფელი დაიცალა და დანარჩენში კიდე რა ვიცი 1 და 2 სული ადამიანი არის დარჩენილი აი ეს არის ურია ივანაშვილის გეგმა საქართველოში საქართველოს გადაჯიშების გადარჯულების და შეხვდით ამ ყველაფერს ოლიმპიური სიმშვიდით დაიკიდეთ ფეხებზე და მე ხვალ და ზეგ რასაც მოიმკის საქართველოს და რასაც მოიმკის ქართველი ერი მე აღარ დააბრალოთ არავის ეს არის მშობლების სიმხდალე რომელიც გადავა აუცილებლად შვილებზე თქვენ რას დაუტოვებთ შვილებს მე გეტყვით რას დაუტოვებთ საქართველოს დაემსგავსება ლიბანს სადაც აბსოლუტურად იდენტური სიტუაცია მოხდა რომელიც აივსო ასევე ჩამოსული ტომებით რომელიც არის დღეს ბრძოლის ველი გამხდარი და თავისი ლიბანის ხელისუფლება ვერაფერს ვერ აკონტროლებს ვერაფერს ვერ აკეთებს იქ და იყო ეს ულამაზესი ქალაქი ულამაზესი ქვეყანა გადაიქცა ჰესბოლას და იმის რა ქვია ცახალის ბრძოლის ველად და მომავალში დაელოდეთ იმას რომ საქართველოშიც ანალოგიური პროცესები აუცილებლად მოხდება არა მარტო ქრისტიანებს და მუსლიმანებს შორის მოხდება შიიტ და სუნით მუსულმანებს შორის ახლა რო გაქვთ ერთი წივილკივილი ატეხილი აგერ რა ვიცი ჯერ ამაში რა დაინახეთ გადასარევი მათი სულიერი ლიდერი იყო აზერბაიჯანული წარმოშობის შიიტი მუსულმანების ესა რა ქვია აიათოლა ხომეინი და ის იმის შიში და ზრწოლვა გაგაჩნიათ რომ თურმე როგორ შეიძლება აიათოლა ხომეინის იმას რა ქვია სახელს ადიდებდეს ის ხალხი იმ რელიგიის მიმდევარები არიან თავისი სარწმუნოება აქვს და მოხდება საქართველოში ისეთი სიტუაცია აქ გაჩნდება სხვა ის რომელიც მუსულმანები არიან მაგრამ ირანელების მტრები არიან შიიტების მტრები არიან და მე საქართველოს ტერიტორია იქნება დაპირისპირების ტერიტორია იყო ისტორიაში ესეთი რაღაცეები მომხდარა ყოფილა მაგალითად თავის დროზე ესეთი ბრძოლა იყო ოქროს ურდოს და ილხანთა სახელმწიფოს ჯარები საქართველოს ტერიტორიაზე შეეტაკენ ერთმანეთს მოხდა უზარმაზარი ბრძოლა და უდაბნოს ტერიტორია და იქეთკენ კახეთისკენა ეს ტერიტორია გაუდაბურებულია დღემდე ეს არის იმ ბრძოლის შედეგი მაშინ გადაიწვა და ყველაფერი დახოცეს ერთი მეორე და განადგურებული ტერიტორია დარჩა საქართველოს დღეს არც ილხანთა სახელმწიფო არის არც ოქროს ურდო არსებობს მაგრამ საქართველოს ატყვია იმ ყველაფრის დაღი და მომავალში შვილებს დაუტოვეთ ნაღმი. ეს იქნება ესა რა ქვია რეალობა, რომელი რეალობასაც დაუტოვებთ თქვენ შვილებს. კი ბატონო, ქართული გვარები ძალიან ბევრს აქვს აღებული, აგერ რა როგორც Facebook-ში არის ქართულ ენაზე მოლაპარაკე ქართული სახელის და გვარების მატარებელი ადამიანები, ზოგი ტროლები არიან, უსახელო და უგვარო და საერთოდ ეთნიკურად ქართველები არიან, ძირითადი მასა ესენი არიან ურიები, რო იცოდეთ, სოროსის და ამათი შექმნილი ტროლზაოდები არის, რომლებიც ამ ყველაფერს ახორციელებენ და აი ამას ახვედრებთ მომავალ თაობას. ის დაკარგული ტერიტორიები, რაც არის დაკარგული, ის ცალკე უბედურება, ის ცალკე პრობლემა არის და აი ახლა ამ პრობლემას აბა საქართველოს ახლა როგორ შეიძლება დანარჩენ ტერიტორიაზე არაოკუპირებულ ტერიტორიაზე ბჭყალებში ეგეთი რაღაცეები მოხდეს. დანარჩენი აგერ თქვენ და აგერ მე და საუბედუროდ ყველაფერში მართალი გამოვდექი, რასაც პროგნოზებს ვდებდი, არა მარტო საქართველოს ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და მომავალშიც იქნება ესეთი რაღაც. ეს აღარავის არ გაუკვირდეს და ჩვენ რაც შეეხება ქვეყანას, მე ახლა უბრალოდ ვის ხელში ვართ, ესე იგი დედას გეფცები, ახლა დღეს ვფიქრობდი, თუმცა მეგობარს ვესაუბრე ამ ტყეპარკთან დაკავშირებით, ინფორმაცია რომ მომაწოდა და დაწყებული არის ეს პროცესები და მალე ოფიციალურად მიიღებს ყველაფერი თავის სტატუსს. ერთი რაღაცაზე დავფიქრდი, იცი, აი რასაც ოდავი არის ქართველი კაცი. აი რასაც ოდავი არის ქართველი კაცი და ქართველი ადამიანის აზროვნება. ბიჭო, ადამიანს ომის დამთავრება არ უნდა გიხაროდეს. აი
ირანის და ამათი ომი რო იყო. არ უნდა გიხაროდეს ამ ომის დამთავრება. იქედან გამომდინარე არ უნდა გიხაროდეს, რომ აი ელემენტარული ავიღოთ რა. როდესაც ომი იყო, არაბებს ამისთვის არ ეცალათ და ეს პროექტი გაყინული იყო და დამთავრდა ომი და მოიცალეს იმ წუთში საქართველოს ტერიტორიის ათვისებისთვის. ნახავ ჯიგარო, ნახავ ოცილებ. ან ომის დამთავრებაც კი მშვიდობა არ უნდა გიხაროდეს ადამიანს რა. და აი ეს გვამადლიან თავს მშვიდობა ხო არის ხო და აი ამ მშვიდობაში რო ჩაანაცვლებენ ქართველ ერს და 2029 წელს გაჭირვებული რო არ გვეყოლებაო და ქართველების აბსოლუტურ უმრავლესობას რო გაყრიან ემიგრაციაში როგორც გაყარეს აქამდე გავყარეს აი მე საქართველოში გაჭირვებული აღარ დარჩება საქართველოში დარჩება მდიდარი არაბები და მდიდარი ებრაელები და მდიდარი ესენი რა ქვია პაკისტანელები და არაბები და რა ვიცი სხვადასხვა ჯულის ადამიანები რუსები უკრაინელები ირანელები რავი არ ჯულის ხალხისკენ და შეიქნება ერთი ჩვეულებრივი ინტერნაციონალი და ჩანაცვლება ქართული მოსახლეობა და ჩანაცვლება ქართული სული ეს ხალხო თქვენ ვიღაცებს შეიძლება რაღაცა ის ეგონათ ადრე რაცა ბოდვები მაგრამ გაიხედეთ ქუჩაში და რა ხდება და როგორ ხდება საქართველოში ჩემზე უკეთესად თქვენ ახართ მაგ და კარგად ხედავთ რომ შეიძლება მთელი რუსთაველი გაიარო და ქართული ლაპარაკი საერთოდ ვერ გაიგონო ეს დაემართა არა მარტო საქართველოზე მეტ ბევრად დიდ ერებს მაგალითად ეხა შორს რო არ წავიდე აი რაღაცას გეტყვით და დააკვირდით თქვენ თვითონაც ერთი ამბავი განიხილებოდა ეხლა რომ გერმანიის ნაკრები სად სპორტი და სად სიტუაციაო იტყვის ეხლა ზოგიერთი დააკვირდით ერთ რაღაცას გერმანიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გამოვარდა და ისეთი რაღაცა მოხდა რომ პენალტის დარტყმა არ უნდათ ვიღაცას რაღაცა ესეთი სულვილი არ ქონდა და ის არ ქონდა რაშია მთავარი პრობლემაო კაცო ცუდად გაწვრთნესო გერმანიის ნაკრებიო თუ რა დააკლესო ახლა გერმანიამ რა შეიძლება დააკლოს თავის ნაკრებს და საქმე იმაში არის მთელი უბედურება იმაში არის რომ გერმანიის ნაკრებს აღარ გავს ჩანაცვლდა გადახედეთ ინტერნაციონალი ნაკრებია და თუ ფრანგებს შეუძლიათ ეს ყველაფერი გადახარშონ თავიანთი ისტორიული კოლონიზატორობით და ყოფილი კოლონიებიდან ფრანგები გაზარდონ და ფრანგი პატრიოტები გაზარდონ გერმანიას არ აქვს ამის გამოცდილება და ვერ ახერხებს ეს ლიბერალური მოდელი და გერმანული სული დაიკარგა გერმანული თამაშის სტილი დაიკარგა გერმანული მებრძოლი რითაც გერმანული ფეხბურთი და გერმანიის ნაკრები იყო ცნობილი აი ის დაიკარგა და იმიტომ არის რომ გერმანიის ნაკრები რომელიც შეივსო ინტერნაციონალური იმპორტი გაკეთდა იმის მოსახლეობის და ხალხის ვეღარ აღწევს წარმატებას ვეღარ აღწევს აი ესე იქნება საქართველოს ერქმებათ საქართველო და როგორც საფრანგეთის ნაკრებში არის მაგალითად რა ვიცი 11-დან 3 ფრანგი თუ თამაშობს აი ესე იქნება შემდეგ იმაში რა ქვია საქართველოში აი ეს პერსპექტივა გვაქვს ნამდვილად და ჩვენ ვილოცოთ ბატონ ბიძინაზე ის ძალიან ზრუნავს ბუნებაზე ის ძალიან ზრუნავს ტყეებზე არა მარტო ჩვენ ქვეყანაში მაშინ რა ქვია ის და მისი ჯიში და ჯილაგი ამაზონის ჯუნგლებშიც კი ანაკონდაზე და ებაზე ზრუნავს რა ქვია ანაკონდა და ლეოპარდი იყო იმასნელიო და აჰა მივიღებთ იმას რაც უნდა მივიღოთ ამ გზით სიარული ამას მოიტან სამაგეროდ ყვაყოფილი იქნება ხალხი რომ ომი არა ეგ ჩემი სიტყვები არ არის კიდე ერთხელ გავიმეორებ ამას ეს არის იოანე ოქროპირის სიტყვები შვიდობა რომელიც ღმერთს ებრძვისო ის დაუნდობელ ომზე ბევრად უარესი არისო და ზუსტად ისაა საქართველოში ზუსტად ის ხდება საქართველოში და ნახო დანარჩენი აგერა ისეთი პროფესიონალი ხალხის ხელშია ქვეყანა ნამდვილად არ უნდა გეშინოდეს უბადლო ისა ყავს რა ქვია გუნდი რომელიც აი დღეს ამას ქონია ეს გენერალ მაიორ დინარაძეს ქონია ბრიფინგი და ესე უპასუხებია რომ ჩემს ადგილასო ვიღაცაო გამოუცდელიო რომ იდგესო შეიძლება ისეთი პასუხი მიიღო რომელმაცო დაღუპოს ქვეყანაო ძალიან დიდი გამოცდილებისაა ეს
გენერალ-მაიორია კაცი. გენერალ-მაიორია შემთხვევით კი არა აქვს მიღებული ზოგიერთებს 8 აქვს მიღებული 20 და 15 წელიწადი. ჯარში არა, ნამყოფი და გენერალ-მაიორია, გამხდარი კაცო. აკადემია არ დაუმთავრებია, კურსი არ გაუულია, არაფერს და გენერალ-მაიორი გახდა. დილას მაიორი იყო და საღამოს ვიცე-პოლკოვნიკი გახდა. და ამგვარი გამოცდილების ადამიანი ავტომატის დაშლა აწყობა რო არ იცის. რა თქმა უნდა, ახლა ისეც გიპასუხებთ, რომ გაკმაყოფილებთ თუ არა. აი დრონები უყიდია, კაცო 5-4 კილომეტრში აღმოაჩენს თურმე დრონებს. ყობა აფხაზემა რო უთხრეს დაგბომბავთო, იმითო ლუგარის ლაბორატორიასო დავარტყამთო. აი მასო რა ქვია 1000 დრონსო და ეთყობა იყიდეს 4-5 ცალი დრონი ამათවත් საპასუხო. აი ესეთი ბიოლოგიური ნაგავი მართავს ქვეყანას. მე არ ვიცი სიმართლე გითხრათ როგორ ცხოვრობს ქვეყანა და როგორ არსებობს ჯერ კიდევ უდგას სული, მაგრამ რამდენი ხანი მოუწევს. გადასარევია და აი ამათაა გადაქცეული, აი ამათა. მე რო გამლახენო და მე რო ვირთხულად თავს დამესხენო, ესო რა ქვიაო, სად იყავითო მაშინო რატო არ შეწუხდითო ჩხუბთან დაკავშირებით შეეკითხეს თურმე და ესო ეგეთი ამბებიო რომ არ მახსოვსო მაშინო თქვენი ამოღებული ხმაო ჩემ დასაცავათო და აი ეს რო ვირთხარი რაფინირებული ვირთხარი შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, მაგრამ მე გეტყვით, ახლა ბევრს ეჭვი გააჩნია, მე ინფორმაცია გამაჩნია, ისეთი შიდა წყაროებიდან ინფორმაცია, რა თქმა უნდა არ დავასახელებ რისგან და რანაირად გამაჩნია ეს ყველაფერი. გამაჩნია მე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აი ის ვინც ამას ხელი დაარტყა, ეს არ შეიჯვალეკო, მის მიმართ ჩვეულებრივად დიდი შანტაჟი მოაწყვეს, მათ შორის სექსუალური სკანდალი იყო, რო იცოდეთ, ახლა აღარ შევალ დეტალებთან საუბარში, ვინ როგორ ანაირად არ მინდა, ხო და მე ახლაო ადექიო და შენი ფეხით ჩაიდინე ისეთი დანაშაულიო, რომ იქ მოხდეო, აბა სადგინახიათ ხალხო, რომ ალეკო ელისაშვილი ისეთი დებილი ყოფილიყო, რომ სასამართლოს დასხმოდა მოლოტოვის კოქტეილით თავს და ამოაყოფია ეგერ ციხეში თავი და ოღონდ კანონით კი არა და სამართლით კი არა და ისე როგორც ეკუთვნის და როგორც იმსახურებს საერთოდ ეგეთი ადამიანი იმაში ხო არა ხარ რა ქვია ქუჩაში რო ლაპარაკობდე კანონი და სამართალია ო კანონდებელი ხარ და დეპუტატი ხარ და ისა ხარ და უნდა დასაჯო კანონით თუ ვიზია შენ ქუჩაში გინდოდა გარჩევები რატომ მიდიოდი მაგზაზე ამოსულიყავი ქუჩაში მით უმეტეს იურისტიკაცია რო კითხო იურისტიკაცია ნაცების ისა რა ქვია ეშმაკის ადვოკატი რომელიც გარიგებებს დებდა ხოდა იმით კი არა კანონით და სამართლით კი არა და აი ესეთი ბინძური პროვოკაციით იმიტომ რომ ბინძურები არიან არ შეიჯვალეკოც ბინძურია ესეც ბინძურია და აი ესე ბინძურად უსწორდებიან მათ მოწინააღმდეგეებს ხოდა ახლა რა ქნან კაცო უნდა დაიცვან ის მოძალადეები და სულ ფეხებზე მკიდია ის სიმართლე გითხრა ის სოროსელი ძუკნა და მართლა დააშავა რა არ დააშავა ხო ერთხელ დაარღვია ღიად მეორეჯერ დაარღვია ღიად და დააშავა მაგრამ ის თუ უნდა იჯდეს ბიჭო ციხეში და თან ამხელა საჯელი თქვენ ბიჭო ოლიმპიურმა ჩემპიონებმა სპორტსმენებმა სასაკლაო მოაწყვეთ ლამის ბიჭო სასაკლაო მოაწყვეთ ემაში და ამ სირთან მისულან ჯერ და ამ სირისგან მიუღიათ ბრძანება რომ გაეგდოთ წირქვეშ რომ რამე ხوارე მუქრებოდა ალბათ და ეგერ ასე კეთდება ბიძია ფული და ასე კეთდება თანამდებობა ეგერ ლაშატალახაძე ეგერ 2020 წლის ვიდეოში იმას იძახო და მეო შემოსავალია თუ არ მექნაო და ფული თუ არ მექნაო მეო ავდგები და წავალო სხვა ქვეყანაშიო და დაუფასდა ჯიგარს მეო შემოსავალი ფული ყველაფერი თანამდებობა პატივისცემა და ძალა იმდენი აქვს ნო დედამიწას გადააბრუნებს და სამარცხვინო ისა ამხელა ძალის პატრონი ასეთი პატარა კაცობის პატრონი რო იქნება აი ესეთი პატარა კაცობის და ასეთი პატარა ადამიანობის პატრონი რო იქნება რას უნდა ელოდი ამათგან ხალხს და ესენი დაიცავენ ქვეყანას ამ უბედურებიდან რა თქმა უნდა არა იქაც თავიანთი წილები აქვს ყველა სამშენებლო კომპანიები აქვს ყველა ამაში არის ჩამული ესა კორუმპირებული ქვეყანა რომელ კორუმპირებულ ქვეყანაშიც
რა კანონიც არ უნდა მიიღო და რა სამართალიც არ უნდა, არაფერი არ დადგება და რატო? მარტივი გამოსავალია. საქართველოში ბოლო 35 წლის მანძილზე შეიქმნა დანაშაულებრივი სინდიკატის ეგრეთ წოდებული ბიზნეს კლასი. ბიზნესმენთა კლასი, რომლებიც არიან ზოგი ნამხედრიონალი, ხალხის ნაძარცვი, ქვეყნის გატყავებით ამით იმით და ამ ბიოლოგიურმა ნაგავმა, ერის ყველაზე ბიოლოგიურმა ნაგავმა შექმნა ბიოლოგიური ნაგავი, პოლიტიკური ბიოლოგიური ნაგავი, რომლებიც არიან ერთმანეთის წილში და უქმნიან ერთმანეთს ისეთ კანონმდებლობას, რომ კონდეთ კომფორტი და ქვეყნის და ხალხის დედავატირება. ამიტომ ეს ბიოლოგიური ნაგავი, რომელიც საკუთარი ერის ძარცვით, საკუთარი ერის შეურაცხყოფით, საკუთარი ერის გაღატაკებით და გაუბედურებით არის გამდიდრებული ამ 35 წლის მანძილზე, თუ არ მოშორდა ქვეყნის მართვის სადავეებს, არაფერი არ ეშველება. არაფერი არ ეშველება ქვეყანას, რა პარტიაც გინდათ ის აირჩიეთ, ვინც გინდათ ის აირჩიეთ. დედა ეტირება ქვეყანას. აქ უბრალოდ საქმე იმაში არის, რომ პატარა ქვეყანა ვართ, პატარა ერი ვართ და ძალიან სწრაფად წავა პროცესები და წასულია კიდეც. აი ერის ჩანაცვლების პროცესი. და არა აქვს უბრალოდ ქვეყანის დრო იმის, რომ იცადოს 10 წლეულები, ამის ფუფუნება არ გააჩნია ქვეყანას. ძალიან მალე მოხდება ეგ ყველაფერი და ყველა ვინც ამ სისტემის მომხრე ხართ, ყველა ვინც ამ სისტემას ხელს უწყობთ, ყველა ხართ მოღალატეები. აბსოლუტურად ყველა ხართ მოღალატეები. ზოგი გაცნობიერებით და შეგნებით მოღალატეები ხართ, ზოგი თქვენც არიცით ისე ღალატობთ თქვენ ქვეყანას, არ ვიცი ხა რა ისუნდა გაცნობიერება ამას ჭირდება, მე არ ვიცი, მე ვერ წარმომიდგენია, მაგრამ ნუ კაი, დაუშვათ ის, რომ არის ვიღაცა სულელი იდიოტი, არის და ამ საფრთხობელად აყავთ მიშა და ნაცები ამოფარებული და ღმერთო ბიძინა და ღმერთო ესენ დედას უტირებთ ქვეყანას. 10 წელიწადი მაქსიმუმ თქვენი თვალით მოესწრებით თქვენი ქვეყნის გარდაცვალებას. აი 10 წელიწადში თქვენი თვალით ნახავთ. ქართველებს უცხოეთშიც არავინ არაფრად არ ჩაგაგდებთ, მოკიდებენ ეგერ ხელს და როგორც არის ვისაც საბუთები და ის არ აქვს, ეგრე ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში რო გაადეპორტეს ამერიკიდან ქართველები და იქ იმას დაუყბენია მორიელს თუ გუელს არ ვიცი ზუსტად და ის ბიჭი საავადმყოფოში იყო, ძლივს გადაარჩინეს, რადგან ამ ინფორმაციებს არც იმ ქვეყნებში არ ექნება ქართველებს თავისი ადგილი. აი გეუბნებით ასე იქნება ეს ყველაფერი. ამისკენ მიდის ეს ყველაფერი. აუ თქვენ კიდე აში უკარეთ. ესენი ახლა უბრალოდ რაშია საქმე, იცით? აი გული მერევა, არ მინდოდა ახლა კი დავდევით ჩემს გვერდზე ქალბატონი ეკას მიმართვა და ვიდეო და ის აი როგორი უსინდისო და როგორი ნაძირალა ხალხია. აი დააკვირდით. გამწარებული დედა ამდენი ხანია სამართალს ეძებს, ხან ქუჩაში არის, ხან აქციას მართავს, ხან ტელევიზიებში არის, ხანსად ბოლოს მიადგა ივანიშვილის ცოლს მიადგა, რომ ჩემი შვილის მკვლელიო დასაჯეთ. რამდენი გამოძიება ჩატარდა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ჟურნალისტური გამოძიება დადო, ყველაფერი იცის, ხო? რომ ხოცი ჩინოვნიკის შვილი იყო ერთ-ერთი თავარი ფაშისტი, ახლა ფაშისტი გაზდის შვილს, აბა ფაშისტი ვერანაირად ვერ გაზდის იმას, რა ქვია, ქრისტიანს და ადამიანს შვილს. და აი ამ ფაშისტმა შვილი მოუკლა და ბანდებში და უბედურებაში იყო, ფაშისტურ ბანდებში. შედით, ნახეთ რა ხდება საქართველოში. და ითხოვდა ადამიანი დასჯას. ესე იგი, გამწარებული დედა რატო უნდა დარბოდეს სამართლის საძებნად? მაგრამ არა, იმიტომ რომ ხოცი ჩინოვნიკის შვილია იქ. აფარებს ხელს პროკურატურა, აფარებს ხელს გამოძიება, აფარებს ხელს სასამართლო და ადამიანს შვილს რომ მოუკლავ, იმას ცხოვრებაში არაფერი არ აქვს ჩენი. ასე იყო იმ გირგვლიანის დედაც რომ დარბოდა. და გამოვიდა ეხლა და ის თქვა, რა ქვია, მიადგა ივანიშვილის იმას, რა ქვია, ეკას, არ ვიცი, ჩამოსულა ეს არ შეხვედრია და მე ამ ეკას გამოხმაურებულ იმას აზიარებდა და რეპორტაჟებს უძღვნიდა ესა, რა ქვია, ტელეკომპანია იმედი და რუსთავი 2 და ეს პროქოცური ისინი და მთელი
კოცების ტროლბოტები აზიარებდნენ რომ როგორი კეთილი ქალი არის ქალბატონი ეკახვედელიძე როგორ უპასუხა თქვე უსინდისო ღორებო გამწარებულ დედას როგორ შეიძლება გამწარებულ დედას ამდენი რამის გადატანა უწევდეს არცალია შენ შემოგევლე რა შენთან სალაპარაკოთ რა არ ჩემთან და არ სხვასთან რა მომწერე და როცა ვნახავ გაგცემ პასუხს რა გამწარებულ დედას ამდენი რამის უწევდეს და თუ პასუხი გასცა და მეორე დღეს დაიჭირეს თურმე მეორე დღეს დაიჭირეს ანუ რო არ მისულიყო ქალბატონი ეკა და მოეთხოვა სამართალი და არ შეეწუხებია ივანიშვილის ცოლი არ შეეწუხებია ამდენი ხანი ვერ დაიჭერა მაგრამ აი დიდი ამბავი ატყდა ბოლო ადამიანია მოკლული და თან ჭირის უფალი არ ჩერდება არ ჩუმდება სამართალს ეძებს და ივანიშვილის ცოლი შეაწუხეს და შეწუხდა და დაიჭირეს ისა რა ქვია და ამისთვის მადლობა ბატონ ბიძინას ადრე ესე რო იყო ხო იცით რაღაცა უსამართლობას რომ მოახდენდა ბატონი და გლეხი თუ მიიტანდა ხელმწიფემდე სამართალს და ხელმწიფე გაარჩევდა ამ ყველაფერს ამას ეძახით თქვენ ბიჭო სამართლებრივ სახელმწიფოს ამას ეძახით თქვენ სამართლებრივ ქვეყანას ამით გინდათ და ამნაირი საზოგადოებით და ასეთი ცხოვრების წესით და ასეთი ცხოვრების სტილით გინდათ ესა გადაარჩინოთ თქვენი ქვეყანა არანაირი შედეგი არა აქვს ქალბატონო ჯერჯერობით რას აქვს შედეგი არაფერი შედეგი არა აქვს აგერა ყველაფერი აგერა ხელის გულზე საპატრიარქო და ესა რა ქვია კოცები ერთად არიან შეკრულები ამაზე ლაპარაკი არავის არ უნდა ყველა პირიქით პატრიარქს უძვრებიან იმას რა ქვია სინოდს უძვრებიან საპატრიარქოს უძვრებიან საპატრიარქო თქვენ მართლა სასულიერო დაწესებულება გონია საპატრიარქო არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ინსტიტუტი დიდი ხანია იქ ღმერთი არა იქ დიდი ხანია რწმენა ქრისტიანობა არა იქ გავსებულია მოსადის აგენტურით გავსებულია სოდომიტებით ჩათლახებით ნაძირლებით მღვდლებს რომ ჟოზეფინა ქვია სახელი იმის რა ქვია შორენას და მისი მოადგილე კიდე ელჭეყეპეტეები და უბედურება და ის და თქვენ ის გონიათ რომ რამეს წარმოადგენს რამე კავშირი გააჩნიათ უფალთან და სარწმუნოებასთან ზუსტად მაგათი გაყიდულია ეგ ყველაფერი აიხსენეთ იმ დოუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვები რამდენი დღეები ცდილობდნენ იქ შეხვედრას და იმას მერე დალოცეს მერე ამათმა რომ დალოცეს მერე ქოცებმაც გამოიღეს წყალობა იმიტომ რომ იბრძოლეს იმ ხალხმა იმდენი იყვირეს იწივლეს ქუჩაში რაღაცა და მერე გამოიღეს წყალობა და მერე დალოცა შიომ და მერე შიომ რო დალოცა მერე მანაც რა ქვია საპატრიარქომაც თავისი როლი რო შეიტანა მერე ქოცებმაც და მადლობა იმას და იმას აი ეს ქვეყანა არის დღევანდელი საქართველო და ეს qalbi ხალხითაა ავსებული დღეს კიდე თუ ვინმე რო კითხო რომ პატრიოტობენ და პატრიოტობას ზედებენ თავს ერთმანეთის ჭამა და ერთმანეთის ქიშპობა და შენ ეგი მითხარი და იმან ეგი მითხრა და ეგი დამიწერეთ და იგი დამიწერეთ და ხუთი წუთი რო ადამიანს შეაძულებენ ერთი მეორეს და ამისთვის მუშაობენ ამის მაგივრად ერთად უნდა იდგეს ყველა და ყველას უნდა კონდეს ყველანაირი პირადული გადადებული და ამ მომავალი უბედურებისკენ ყველა უნდა ერთიანდებოდეს მაგრამ არა ძმაო ეხლა არის კაი მომენტი ვიღაცამ სახელი გაითქვას ვიღაცამ ფული იშოვოს ვიღაცამ პოლიტიკური ქულები დააგროვოს და აი ამ საბოლოო ჯამში ვინ ზარალდება ქვეყანა ზარალდება ერი ეგა აი ამის თქმა მინდოდა ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ერთმანეთის ჭამაში ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ერთმანეთის ლანძღვა გინებაში ერთმანეთის შეურაცხყოფის მოღალატის ძახილში და ასე შემდეგ გამოსავალი შენ შემოგევლე ვამბობდით აგ რა გაერთიანება მოდით დადექით ერთად დავდგეთ ერთად და გავაკეთოთ თქო მე არ ვერევი ამ ბატალიებში და ამ იმაში და ამ იმაში ამან ეგი მითხრა ეს მე არ მომეწონა გამოვედი ლაივი ჩავწერე გამოვედი მე ისე წადით ბატონო ყველა წადით ცალ-ცალკე მიხედეთ ყველა თქვენ საქმეს კაცო და იმ წუთში შეწყვიტა შენთან რაღაცა გაუგებრობა მოვიდა გამოვარდა მოღალატეს გიძახის აი ესეთი ხალხი გადარჩენა ქვეყანას
როგორც გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და როგორც გვიყვარს ერთმანეთი და როგორც მზადა ვართ ვიბრძოლოთ ამ ყველაფრისთვის. აი ისე მიგდეს საქმე. ისე მიგდეს საქმე. კი ბატონო. წესი და რიგით სამშობლოს ღალატის მუხლით უნდა იყოს გასამართლებული სამშობლოს მიწის გამყიდველი, ჩამოსახლების ხელმომწერი და ინვესტიციას კი არ უნდა იძახოდეს ხალხი, ღალატს უნდა იძახოდეს და ამის გამკეთებელს პასუხს უნდა თხოვდეს. არა, ამას არავინ არ აკეთებს. არა, ერთმანეთი ოჯახის წევრებმა ჭამონ ერთი მეორე. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, იმიტომ რომ ბიძინას მოაწონონ თავი. და როცა ამდენი მოღალატია ქვეყანაში და როცა ამდენი ვირთხაა ქვეყანაში, რომელსაც ფულის მეტი არაფერი არ აინტერესებს, შედეგიც დგება ესეთი რა. ცხონებული ზვიადი ამბობდა, აი მე ცუდი ვარ, საქართველოს რა დააშავაო. წავიდა ზვიადი 6 თვე არ ყოფილა მეტი. მე 35 წელიწადი რა ხდება? 35 წელიწადი. ხომოდით ანტიზვიადის ხალხი და უკნიდან განათლებულები თუ წაღმა განათლებულები თუ ინტელიგენცია თუ საპატრიარქო და მორწმუნეები და წმინდანები ხომ მოხვედით? 35 წელიწადია. მე ჩემზე იციან თქვა იმას რომ პატრიარქო შეურაცხყოფას აყენებდა. რას ვამბობ რომ ვის ვაყენებ შეურაცხყოფას? ვის ვაყენებ შეურაცხყოფას? მე თუ სიმართლეს ვლაპარაკობ და ეს თუ ვინმესთვის შეურაცხყოფაა და მისი წარსული ქმედების ცხვენიათ, თვითონ ცხვენოდით. პუჩისტების მხარდაჭერა იქნებოდა, შევარდნაძეზე დაჩოქება იქნებოდა თუ რა იქნებოდა, ყველას ცხვენოდეს თავისი წარსულის. ყველას ცხვენოდეს თავისი წარსულის და იმათაც ცხვენოდეს, ვინც მაშინ ფარისევლურად იძახოდა. და დღესაც იძახის და ხვალაც იძახის. აჰა, თქვენი გაბრწყინებული იბერია. აჰა, მთებში შეხვედრილი მეორეთ მოსვლა. აჰა, ბოლოჟამის პატრიარქი და აჰა, გადარჩენილი საქართველო. აჰა, მიიღეთ, ფარისევლები. ჯერ სადახარ. ახლა შიო მესამე საერთოდ გააბრწყინებს ბედკრულ იბერიას და საერთოდ არ ვიცი, ალბათ უმაღლეს ზომაზე აგვიყვანენ საქართველოში ქართველი რო არ იქნება. არა ცხოვრებაში არავისტი არ ყოფილვარ და არავისტი არა ვარ. ვარ სახელი და გვარი ვინცა ვარ. მაგრამ რაცა სიმართლე იმას ვამბობ. ვინც ცხონებულ ზვიად გამსახურდიას დაუპირისპირდა, ანაფორიანი თუ უანაფორო, ყველამ ჩაიდინა სამშობლოს ღალატი და მათი ნამოქმედარი აქამდე აქცევს ქვეყანას და მომავალშიც დააქცევს. ეს არის სიმართლე და ყველას კისერზე არის თავისი ცოდვა. არა მარტო ზვიადის ცოდვა, ძმათამკვლელი ომის ცოდვა. ყველას კისერზე არის ეს და დღემდე არ უნდა ამ ხალხს სიმართლე თქვა. დღემდე არ უნდათ, იმიტომ არ უნდათ, რომ იმათი შთამომავლები არიან, ან იმათი ფარისევლობით გამპრავებლები არიან. მას შეურაცხყოფა, მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ. თქვენი საქციელი გაყენებთ თქვენ შეურაცხყოფას. თქვენი საქციელი. ესა სიმართლე. მედით ახლა, წესი და რიგით საპატრიარქო და პატრიარქი რო უნდა გიდგეთ, გვერდით. და სასულიერო პირები რო უნდა იდგენ, გვერდით. გამოვა ეგერი იაკობა და მისნაირი ვირთხები, ხმას არ ამოიღებენ. პრობლემაო და მათი გაყიდულია იქაო. საპატრიარქო არის ქართველი ერის ღალატის ავანგარდში. ქართული ოცნება არის და ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დაუძინებელი მტერი და მოღალატე. ისევე როგორც ნაცები, ერთია ეგენისო ყველა. მათი მხარდაჭერები შეგნებულად ან შეუგნებლივ ღალატობენ ქვეყანას და სანამდე მიგიყვანთ ეს ღალატი ვნახავთ რა. აი ნახავთ. მე სიმართლე გითხრათ, ნორმალური, გულანთებული ადამიანი ვინც არის დღეს საქართველოში, ყველას მოუწოდებ ჯერჯერობით ყველამ თავი შეიკავოთ, სანამ არა რაღაცა გაერთიანება, ერთმუშტად დადგომა, შეკრება, რაღაცა ძალა არა მოკრებილი, თავგანწირვას და ამას ნაღდათ არ გირჩევთ, იმიტომ რომ უამრავი გმირი ვიცნობდი პირადად ისტორიაში, უამრავი თავდადებული ადამიანი ვიცოდი და შედეგი დღემდე არაფერი არ მოუტანია. გეუბნებით. გმირობაზე მეტად ერთობის და გონების და იმის ბრძოლის ისა რა ქვია. ერთად შეკვრის ის არის და მერე კი ბატონო, როცა შეიკრება რაღაცა ძალა თუ კი მოხდება ესეთი სენსაცია და ესეთი მერვე მსოფლიოს მერვე საოცრება, ქართველები
ბოლო-ბოლო საკუთარი მიწის დაცვისთვის თუ გაერთიანებდებიან, ერე კი ბატონო. ერე ერთად შეკრული პატრიოტი ადამიანები თუ გინდა ერთად შეეწიროს ამ ქვეყანას. მართლა იქნება შედეგი. არ ვიცი დინიკო, არ ვიცი რა ტრიალებს, რაც ტრიალებს საქართველოში შემოკარგო ტრიალებს ღალატის ცოდვა. და ეს არის ყველაფერი სამშობლოს ღალატიდან მიღებული ნაყოფი. აი ესა ცოდვის ნაყოფი, დიდი ცოდვის ნაყოფი, რაც ხდება საქართველოში. ესაა სიმართლე, ჩემი აზრით და ჩემი თვალით დანახული ესა. თუ ვინმე თulis რომ ეს ასე არა, დიდი სიამოვნებით, ოღონდ თუ აქ ინტელექტი და ზდილობა და ზნეობა, დიდი სიამოვნებით დაუჯდებოდი და დაველაპარაკებოდი ერთი რომ ეს ასე არაა და სხვანაირადაა, მაგრამ არ მგონია მე ვინმე გაბედოს და დაჯდეს და ამ თემაზე თქვას რომ სხვანაირად. ასეა ეს. აბა კარგად ზანდებოდი.